მოგესალმებით. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იწყებენ აქციის მონაწილეების შეკრებას. როგორც იცით, უკვე 500 დღე გავიდა, რაც დაიწყო აქ საპროტესტო აქციები. დღეს 501 დღეა, როცა იგივე მოთხოვნებით ფაქტობრივად ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილეები აქ იკრიბებიან. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ეს გზავნილი დღესაც არის გამოფენილი და არის ამ აქციების მთავარი საპროტესტო გზავნილი. და ასევე იგივე არის და უცვლელია მთავარი საპროტესტო მოთხოვნები, ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და მთავარი მოთხოვნა აქციის მონაწილეების ასევე არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მათი განცხადებით ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან, სინდისის პატიმრები, მანამდე არ შეიცვლება მათი პოზიცია და ისინი ყოველ დღე გამართავენ საპროტესტო აქციებს, როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში. აქ არიან საპროტესტო აქციების მონაწილეები და მე შევეცდები ახლა რამდენიმე მათგანს გავესაუბრო. დათო ჯინჭარაძეა დღეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე და მას მინდა ვთხოვო, რომ ჩაგვერთოს ჩვენს ლაივში. როგორც გუშინ აღინიშნა განსაკუთრებით ხაზგასმით, ერთგვარი შემაჯამებელი დღეც იყო, 500 დღე გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა ხო წნეხი, ახალი კანონები შემოვიდა, რამდენიმე გამკაცრდა კიდეც. აი რომ შეგვიჯამოთ, თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული იყავით სხვადასხვა ფორმით, რა ხდებოდა, რა გავლენები ჰქონდა ამ საპროტესტო აქციებს, როგორ ებრძოდა ამ ყველაფერს, რა მეთოდებით ხელისუფლება და დღეს რა მდგომარეობაში ვართ, როგორ შეიძლება შეიცვალოს პროტესტმა ფონი. მოგესალმებით. 500 დღე მართლა ძალიან დიდი დრო იყო, შეიძლება ბევრი არ ველოდით, რომ 500 დღე და მეტი გაგრძელდებოდა ეს წინააღმდეგობის პროცესი, ან მოგვიწევდა ასე ხანგრძლივად დგომას ის მისაღწევად. თავიდან პირველ დღეებში ვიცით, რომ რეპრესიები იყო ისეთი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ყოველდღე არიდებდა, მისი იგნორირება იყო შეუძლებელი. შემდეგ კი ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიგონა რეპრესიების უფრო, ასე ვთქვათ, ჭკვიანური გზები. ხო, იმის მაგივრად, რომ ადამიანებისთვის და ჟურნალისტებისთვის პირდაპირ დაერტყათ და ვთქვათ, მიეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფები მასობრივად, გადავიდნენ ფინანსური სახის ზეწოლებზე და ახლაც იცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ადაგადევს და შესაბამისად რეპრესიები დაიხვეწა ასე ვთქვათ. და ჩემი აზრით ორი რაღაც ხდება. გარე, ასე ვთქვათ, პროტესტის გარეთ ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ ნეიტრალურად განწყობილი ან და პასიურად, მაგრამ მაინც რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი, რომელიც შეიძლება აღარ არის პროტესტის აქტიური წევრი, თუმცა ეს ზოგადი წინააღმდეგობა საწასულა. მეორე მხრივ პროტესტზე ვინც დარჩა ის ადამიანები, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ეხლა ხედავ, რომ არის რაღაცა გადაჯგუფების და გადატვირთვის ეტაპი, ხო? ესე ვუყურებთ, რომ ეს შემდეგი რამდენიმე თვე, ალბათ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რა არის ახალი წყობა, რომელიც ჩვენმა მხარემ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განიცადოს, ხო, როგორ დავჯგუფდეთ, როგორ განვლაგდეთ ისე, რომ ახალ გამოძიებას უპასუხოთ და მეორე მხრივ ეს არის უკვე მზადება ასე თუ ისე იმ ეროვნული კამპანიისთვის, რაც თავისუფლ ოპოზიციურმა პარტიებმაც გამოაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოებაც მალე დაანონსებს ვთქვათ რიგ აქტივობებს, ამიტომ ესე ვიტყოდი, რომ 500 დღის შემდეგ ეს წინააღმდეგობა არსებობს, ასულა პირიქით ახლა ვიწყებთ დაჯგუფებას, ერთად მოქმედებას და სულ მალე წინააღმდეგობასაც ახალი სულფა
გაიხსნა და შეიძლება ეს არ გამოიყურებოდეს მხოლოდ როგორც პროტესტი ქუჩაში, არამედ გაცილებით ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი იყო იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია, რომ ისევ დაბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩართული პროტესტში. ერთი მხრივ შეფასებებში ისმოდა ისიც, რომ მათ ვერ დაინახეს ის ერთობა, თუნდაც მათ შორის, ვინც არის კრიტიკულად განწყობილი, რომ ერთიანობა შედგებოდა. აი ამაზე რას უპასუხებთ? მართალია ეს კრიტიკა რაც მოსახლეობის ამ ნაწილიდან იყო სრულიად მართალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დღე იწვევდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთიანობას, იმიტომ რომ თუ ვიძახოთ რომ ეგზისტენციალური საფრთხე დგას მაშინ რატომ პასუხობდა ეგზისტენციალური საფრთხეზე სხვადასხვა ორგანიზაციით, ხო რატომ არ არის რაღაცა მეშვეობა. თუმცა ეს ხალხი ახლა ხედავს რომ რაღაცა პირველი ნაბიჯები ამ კუთხით გადაიდგა. შეიძლება ეს არის მცირე ნაბიჯები და ძალიან ბევრი სკეპტიციზმია საზოგადოებაში. ეს არის ალბათ რასაც ყველა მხარე უნდა გაუსწოროთ, იმიტომ რომ სულია ადამიანებს, რომელსაც ბევრი ფინანსური გაჭირვება აქვს, სხვადასხვა სახის ყოველდღიური პრობლემები, უთხრა რომ როდესაც რაღაცა მთავრობა გთავაზობს რაღაც მოჩვენებით, მაგრამ სტაბილურობას, მეორე მხარე რას თავაზობს ამ ხალხს. და ზუსტად ეს არის კითხვა, რაზეც ჩვენ უნდა უპასუხოთ, ხო რას თავაზობთ ამ ხალხს. ეს ვიდრე ის მოჩვენებითი სტაბილურობა და მოჩვენებითი სტაბილურობა, რომელსაც კარგად ოცნება იცის. ალბათ ზუსტად ეს იქნება მთავარი გამოწვევა ჩვენ მხარესაც. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა დავაჯეროთ, რომ აქეთ არ არის დაპირებები, რაღაცა ისე ძველი ქმედები, ძველად როგორც მოქმედებდით, ისეთ ტიპის ქმედებები. ჩვენ უნდა ალბათ შევხვდეთ ამ ადამიანებს იქ სადაც არიან. ხო შეიძლება ყველანი ისინი თქვათ 100,000-იან პროტესტზე ხვალვე ვერ გამოვიდნენ. მაგრამ შეიძლება ისინი ჩავერთოთ სხვანაირად. ზოგი ჩავერთოთ რაღაცა რეგიონულ კამპანიაში, ზოგი ჩავერთოთ ონლაინ. ანუ თუ ჩვენ დავინახავთ რომ ეს ადამიანები არსებობენ და მათთან მისასვლელი სხვადასხვა გზა არსებობს და ჯერ არ აგვიკვირსებია, მაშინ გამრავალფეროვნება წინააღმდეგობა. ეს არ არის აუცილებლად პეტიცია, რომელსაც 10,000 კაცი აწერს ხელს ან პროტესტი რომელზედაც 100,000 კაცი დგას. ახლა და აქ გაცილებით უფრო კრეატიული საშუალებებით ჭირდება ამ რეჟიმთან დამკვიდრება. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს მუშაობა ამ კუთხით და ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რადგან ფაქტობრივად არც ერთი ნაბიჯი ამ ხალხის სასარგებლოდ არ გადადგმულა, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი არ ჩანს რაღაცა პერიოდი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე მათ სასიკეთოდ გაკეთდა. კი, ზუსტად ამას ნიშნავს და მე ვიტყოდი, რომ რეალურად ძალიან მარტივად ვთქვა, ჩვენ გვაქვს სამი ამოცანა. პირველი არის, რომ უკვე ოპოზიციურად განწყობილ ხალხს დავანახოთ, რომ ძალა ჩვენს ხაზისაა, რომ ჩვენ ვასტივებთ ძალას, ანუ არა მხოლოდ რეპრესირებულების პოზიციაში ვართ, არამედ ამ კონსოლიდაციაში რაღაცა ძალა იქნება, როდესაც ამას დავანახებთ ხალხს. მარტივი იქნება უფრო პროტესტის წარმართვა. მეორე, ნეიტრალურად განწყობილ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ უკეთესი ალტერნატივა ვართ ვიდრე ქართული ოცნება და მესამე ეს არის იმ ხალხს, ვინც გასაჭირი აქვს დღეს, თუმცა მაინც ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან, მათ უნდა აუცხოთ, რომ ქართული ოცნება არ არის კომპეტენტური ძალა. რომ ქართული ოცნება, თუ კი ისინი ვერ ხვდებიან თქვათ გეოპოლიტიკას, რუსეთთან დაახლოებას, რომ ქართული ოცნება უბრალოდ ის ხელისუფლებაც არ არის, რომელიც მათ ბავშვს პირობითად ბავშვთაბაღში საჭმელს დაახლოებს. რომ ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ოჯახის მარჩენელს თუ ის არის პოლიციელი ან ჯარისკაცი საჭმელს აჭმევს, რომელშიც მატლები არის. როცა ისინი დაინახავენ, რომ უბრალოდ არაკომპეტენტურია ხელისუფლება, მაშინ ალბათ მე კითხვით ნიშანს დავსვამენ, მაგრამ ამის თქმა რა თქმა უნდა უფრო მარტივია ვიდრე გაკეთება, ამის გაკეთებას ამ სამი ამოცანი შეიძლება თვეები და თვეები დაჭირდეს, მაგრამ სხვა უკეთესი და უფრო ლოგიკური გამოსავალი მე მგონი ამ სიტუაციიდან არის. მადლობა. თათო ჯინჯარაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში, ის ბათუმის აქციაზე იმყოფება ამ დროისთვის. და როგორც ხედავთ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გრძელდება საპროტესტო აქცია. აქ შეკრებილები არიან ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილეები.
და როგორც იცით, 500 დღეზე მეტია, რაც აქ მოქალაქეები იკრიბებიან და მათი მოთხოვნები არის იგივე. მთავარი მოთხოვნა არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რასაც გიტოვებთ კადრში. მადლობა რომ გვიყურეთ, მე დაგემშვიდობებით, როგორ ვითარდება მოვლენები ქვეყანაში, ასევე საინტერესო არის როგორ განვითარდება მოვლენები უნგრეთში, სადაც არჩევნებია. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში რამდენიმე საათში ალბათ გამოაცხადებენ პირველად შედეგებს. მადლობა რომ გვიყურეთ, მე ამით გემშვიდობებით. ახალ ამბებს გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტ გაზეთი ჯიზე.